მოგესალმებათ შაბათის მებაღე. დღეს არის 12 აგვისტო. ჩემთან ცოტა გრილა, ცოტა მზია, ცოტა წვიმაცრის. ამ ვიდეოში მინდა გავაგრძელო ბოსტნის კეთილმოწყობა, გაჩვენოთ შემდეგი ეტაპები, რას ვაკეთებ. აგრეთვე ვისაუბროთ, როგორ გადავჭრათ ლავანდა ყვავილობის შემდეგ და რა შეიძლება მოუვიდეს თესლიდან გამოყვანილ მცენარეს. მაშასე, დარჩით ჩემთან ერთად და უყურეთ ბოლომდე. მინდა გაჩვენოთ ლავანდის გადაჭრა, ლავანდულის თუნდაც გადაიყვავილა. შეხედეთ, აი საიდან არის ახალი ყლორტები გამოსული. აი ამ გახევებულ ნაწილზე არ ჩახვიდეთ, ვერ გაიხარებს იქიდან, არ გამოიღებს ახალ ყლორტებს ამათ. არც აი ესე არ გადაჭრათ. აი აქ ვთქვათ, აი ეს ნაწილი ითვლება ყვავილის ტოტად. აქედან აი ეს თქვათ არ გაიხსნება და არ წამოიღებს ახალ ტოტებს. ასე რომ ვჭრით ყვანი მასაზე. შესაძლებელია უფრო ღრმად, თქვათ თუ უკვე დიდი ბუჩქი გაქვთ და არ გინდათ გაიზარდოს. ერთი და იგივე წელს ერთი და იგივე ადგილზე შეგიძლიათ ჭრათ. თუ სისტემატურად აკეთებთ ამ ჭრას. თესლით გამოვიყვანე კამპანულა, ზარი, ყვავილი, ჩემთან ავიღე ეზოში თესლი ცისფერი კამპანულასგან. აი რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თესლით გამოყვავს მცენარე. მივიღოთ აბსოლუტურად სხვა ფერი. გაითვალისწინეთ ეს. წინა ვიდეოში გითხარით, რომ სახლის უკან, სადაც მაქვს სამზარეულოდან გასასვლელი, ანუ სამხრეთის მხარეს, ყველაზე თბილ მხარეს ვაკეთებ ბოსტანს და აგიხსენით რა პროცედურები გავიარე, რატომ გავუკეთე ბორდიური, რომ იმ ქანობიდან არ ჩამოსულიყო მიწა და იმ ქანობის გასამაგრებლად აგრეთვე მცენარეები მაქვს ჩარგული. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ შემდეგი პროცესი, რას ვაკეთებ და ესე ნელა-ნელა ჩავწერ, შემდეგ გავაერთიანებ ამ ვიდეოს. პროცესს წერ ნელა-ნელა გაწვდით ინფორმაციას იმის გამო, რომ იქნებ გქონდეთ რაღაც გამოცდილება და პროცესშივე მირჩიოთ, რა შეიძლება გავაკეთო, ძალიან დამავალებთ. აი ამ მემბრანას, რომელსაც იხმარობენ ჭერზე, როგორც ხვდები სახურავის წყალგაუმტარობის გამო, სახურავს ხურავენ ამით. ეს მშენებლობის შემდეგ მომჩა, როგორც ჩანს, კარგახანია მაქვს რაღაც საძირკველზე შემოარტყეს ლენტა, როგორც ჩანს. და ეს ალბათ ცხელდება და ისე ეკრობა.
მე ამ შემთხვევაში სამჭირდება მის გაცხელება. მასალასაც ვიხმარ, თან მოვიშორებ ფეხებიდან და თან ემოციან ბლოკს ჩავფენ იქით მხარეს, კედელზე მივადებ, საიდანაც დაღმართიდან ჩამოდის ჩემთან ჩამოვა წყალი. შესაბამისად, ასე თუ ისე დავიცავ ბლოკს წყლის ზემოქმედებისაგან. იჭრება ძალიან ადვილად. მალე არის იმით ვცადე, დანით. კაცისთვის ალბათ ერთი დასმაც საკმარისია. მე ორჯერ ვუსმევ და იჭრება. მოჭრილი ვცადე აი აქ უკვე, გაჭრა. ადვილია. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ამასაც გავიხმარ. რაც დამჭა მშენებლობისგან. ფაქტიურად ყველაფერი საქმეში მიდის. აი მოკლედ ეს მინდა აქ ჩავუფინო. ცოტა იქ მოვტეხავ ქვემოთ. ესე ჩავტეხავ. რომ ამის პირზე მოხდეს, იქ ქვებს ჩავუყრი. მაგრამ ჯერ მინდა ეს გადავლესო. ეს კი შევეცადე თქო მქონდა გაბმული გამესწორებინა, მაგრამ მიწოც ზუსტად მასწორვა ვერ ვასწორებ სათანადოდ. ბლოკებიც ნახმარი მომტრეულია, რაც შევძელი გავასწორე რა მოკლედ. არაფერი აქ, მაინც ისე დამპელო მცენარეებს ვაპირებ, რომ გადმოუშვა. ბუჩქოვანი მცენარეები მაქვს, აქ ენკრები უმეტესობა. ესენიც ამაზე გადმოვლენ, აქ თუ კვალს ვაპირებ ერთს ხო? კალის გამოყოფას. დავტოვებ სადღაც 30 სანტიმეტრს კვლამდე, რომ ამაზე ჩამოვჭდე, კვალზე ვიმუშაო. ასეთი ჩანაფიქრია, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ეხლა მინდა ეს ბლოკების ბორდიური, რომელსაც საძირკველი არ გავუკეთე და მე მგონი არ იქნება საჭირო საძირკველი, იმიტომ რომ 20 სანტიმეტრიანია მხოლოდ. მინდა აი როგორც მშენებლობაში აშენებენ ერთმანეთს რაღაცნაირად მივამაგრო ესენი. ამისათვის ვიყენებ შავ ქვიშას 3 წილს 1 წილ ცემენტს წყალსთვალის ზომაზე. შემდეგ ეს რო გაშრება, გარშემო რა თქმა უნდა შემოვლესა, ეს სახლის შენებლობიდან ვისწავლე ყვითელი ქვიშა რომ არის იმიტომ რომ ეს შავი ქვიშა არ მიეკრობა გვერდებზე, იმ ყვითელი ქვიშის ცემენტთან ნარევით შეიძლება წებო ცემენტზეც დავფიქრდე, ჯერ არ ვიცი. საკმაოდ ხალისობ იმ მომენტით, რომ რაც ოდნა შევიძინე ამ მშენებლობის დროს, რომელსაც ეხლა როგორც ჩანს უნარებად ვაქცევ. აი ეს მშენებლობის დროს შეძენილი ცოდნა არ არის. ეს არის ქალური ეშმაკობა. ავიღე უბრალოდ ეგრეთ წოდებული დრელი, არ ვიცი ქართულად რა ქვია, და პირზე გავუკეთე მიქსერის პირი, რომლითაც ცომი იზილება ხოლმე როგორც წესი. მგონი არ არის ცუდი გამოგონება, ხელით მორევას ნამდვილად ჯობია. ტურტივით ვაკეთებ, ხო?
ეს ბლოკები წინასწარ, გავასწორე აქეთ-იქით ბოძები ჩაურჭე, ძაფი გავაბი და შეძლების დაგვარად იმაზე გავასწორე, თუმცა საკმაოდ რთულია, ბლოკების ნახმარია დამწვეული, ქვემოთ საძირკველი არა მაქვს, ვერ გავასწორე მიწაწესიერ, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ამ მომენტში ჩემი მიზანია, რომ დავთვალო ამ მასით ზემოდან და ეს ღრმულები ამოვავსო, ასე თუ ისე ერთმანეთზე მივამაგრო. თუმცა არ მინდა რომ ზედაპირი იყოს გლუვი, რომ გავლეს ეს ვთქვათ ხომ და ამოვავსე ღრმულები, მხოლოდ ზემოდან გაკეთება, გვერდიდან ვერ მივაკრა, ვერ ვეცადე, მაგრამ არ გამბოდის და ისეც ვიცოდი, რომ არ გამოვიდოდა. რომ ზედაპირი გამოსულიყო გლუვი, რათა შემდეგი ლესვა მიეღო, ამას მერე შლანგით მივასხია ესე კაპი გავუკეთე და დაიკეთა ეს ზედაპირი. ფიქრობ, არ უნდა იყოს ცუდი იდეა არც ეს. გამომივიდა ეს. ყოველ შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მე კმაყოფილი ვარ საკუთარი ნაშრომით. ვერა სიტყვით. ახლა დროა დავისვენო. ხაწვიმდა კიდევაც. სასიამოვნოა აგვისტოს ცხელი დღის მერე ჟუჟუნა წვიმა. საკუთარ ვერანდაზე. საკუთარი ხილი. მინირთვად. აგრეთვე ყავა. დავტკბეთ აგვისტოს ბახის სილამაზით. მოგეწონათ ვიდეო, მომიწონეთ აუცილებლად. გამისვით შეკითხვები, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა ხდება თქვენს ბაღში ახლა, როგორ უვლით ბაღს, როგორი ბოსტანი გაქვთ, გაქვთ თუ არა ბოსტანში მაღალი კლების გამოცდილება. ძალიან მაინტერესებს კლებს შორის ბილიკს როგორ აკეთებ. ჩემი ედემის ვარდი ისე ვარ. ვერცე არ გეგონოთ ლავანდა, ეს არის პეროვსკია. ამაზია ხომ? აღიქვაჯებს პატარ-პატარა ბედნიერებას. ჩემი გამოცდილებით ბედნიერება წამიერია, წუთიერი, მუდმივად არ გწევდი. თუმცა რაც უფრო ბევრი წამები და წუთები გვექნება ბედნიერების, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ვინც არ ხართ გამომწერი, გადახედეთ ვიდეოებს, ვინც გამოქვეყნებული ამ არხზე. იქნებ საინტერესოდ ჩათვალოთ და გახდეთ გამომწერი. ჩვენი საერთო მეგობარი. ამჯერად დაგემშვიდობებით, ვისურვებთ სასიამოვნო დასვენებას, აგვისტოა მაინც. ისიამოვნეთ ცხოვრებით და ბაღით. აგვისტოს ბაღის დედოფალია საგვილა ჰორტენზია. მეორედ ყვავიან კარპატული ზარები, კამპანულა. რაკლა, ირია გლობ მაუნდი. მეორე დაყვავდა.
აგრძელებს ყვავილობას აბელია. შემდგან ეს ნარინჯისფერი ვეფხისებრი ლილია ყველაზე დიდხანს მოყვავილი აღმოჩნდა. მას მეორენაირად ხალხი ვეფხისებრ ლილიას უძახიან. ეს თეთრი ბურთულები ცოტა შეიფერება, გახდება ვარდისფერი, მერე ბორდოსფერი, შემოდგომის ბაღის სილამაზე იქნება სედმი. ვარდი ბალერინა, რომელიც იგივე ფორმის არის ის ყვავილედები, როგორც ჰორტენზია, ხოლო ფერს იმეორებს კარიკატული ვეიგელა. ესაც მეორედ ყვავის, პირველი ყვავილობა ამას აქვს ფანტასტიკური.